ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გუნდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი. ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად წარადგინა ყველა ის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებად უნდა იქნენ არჩეული. ქვეყნის მმართველი გუნდის ნდობა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქუთაისელთა ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის. 6 წელია ვემსახურები ქუთაისს და ქუთაისელებს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვიცი, რას ნიშნავს იყო ამ მართლაც განსაკუთრებული ქალაქის პირველი პირი. რთულია, მაგრამ საამაყო და ეს პასუხისმგებლობა ორმაგდება, როცა თანაქალაქელთა ნებით და არჩევით ხდები ქალაქის მერი. ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების გუნდთან ერთად ქუთაისში უამრავი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები იქცა რეალობად და ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვაკეთე ყველაფერი ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჯერა ამ საარჩევნო მარათონსაც წარმატებით გავივლით თქვენთან ერთად და ღირსეულად გავიმარჯვებთ. მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ქუთაისს. წერს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის ქართულმა ოცნებამ გუშინ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. იმერეთის 12-დან 9 მუნიციპალიტეტში პარტიამ კანდიდატად მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა. 2 მუნიციპალიტეტში ბაღდადსა და ზესტაფონში მერობის კანდიდატებად წარდგენილი არიან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები. 1 მუნიციპალიტეტში ტყიბულში კი ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ცესკოს ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობისათვის 17 პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ლელო და გახარია საქართველოს პარტიები. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ამ მოთხოვნით 250 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.